აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გიორგი შარვაშიძის სახელობის 2019 წლის პრემიის ლაურეატები დააჯილდოვეს. პრემია 1995 წელს დაარსდა და ენიჭება ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგში შექმნილ ნაწარმოებებს, რომლებმაც საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვეს. პრემია ჩვეულების სამეფო 4 გამარჯვებულს გადაეცემა. ლაურეატთა შერჩევა სპეციალური კომისია ახდენს, რომელიც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებითაა დაკომპლექტებული. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ მასპინძლა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატთა დაჯილდოების რიგით მე-18 ცერემონიას და ჩვენ ყავდა დღეს 4 გამარჯვებული. მინდა მიულოცოთ თითოეულ მათგანს ეს გამარჯვება. დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა კონკურსში, ასევე დიდი მადლობა მინდა უთხრა თითოეულ კომისიის წევრს, რომლებმაც სრულიად უანგაროდ იმუშავეს რამდენიმე თვის მანძილზე. წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია მოიპოვეს გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ, მხატვარმა დავით ბაძაღუამ. მათთან ერთად პრემიის ლაურეატები გახდნენ სალომე კაპანაძე წიგნისათვის კონტექსტი და მწერალი და ომის ვეტერანი ნაირა მარშანია კრებულისათვის ადრე თუ გვიან. დაფასებული იქნა ის შრომა, რომელიც მე გავწიე ბოლო 20-25 წლის განმავლობაში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ჯილდო შარვაშიძის პრემია არა მხოლოდ მე მეკუთვნის, არამედ თითოეულ მხატვარს, რომელიც ჩემ გვერდით იდგა. დიდი მადლობა უნდა უთხრა აფხაზეთის მთავრობას, რომ არსებობს ეს პრემია და რა თქმა უნდა ეს мотиваცია არის დიდი იმ ყველა ხელოვანისთვის, რომელიც მომავალში ფიქრობენ წარადგინონ საკუთარი შრომა შემდეგ პრემიაზე და კომისიის წევრებს, რადგან ეს საკმაოდ დიდი სამუშაო იყო. მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის ძალიან ბედნიერი წუთები. და ჩვენ გვაქვს საკმაოდ საბაბი იმისათვის, რომ ვიყოთ ბედნიერები, მაგრამ ამ ბედნიერებას არაფერი არ შეედრება, იმიტომ რომ აქ ახლა საუბარი არ არის პრემიაზე. აქ საუბარია გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიაზე, რომელიც ჩემთვის პირადად არის აზროვნების წესი. გიორგი შარვაშიძის მსგავსი პიროვნებები ჩვენი ქვეყნისათვის არის სიმბოლო იმისა, რომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ უპირველეს ყოვლისა სულიერად. ჩვენ უპირველეს ყოვლისა ვალი გვაქვს ჩვენი ქვეყნის და მე ეს ვალი ჩემი პუბლიცისტური კრებულის სახით წარმოვადგენე. ეს იყო ჩემი პირველი მონაწილეობის მცდელობა ამ პრემიისათვის. სიმართლე გითხრათ, მე კარგახანია საგულდაგულოდ ვემზადებოდი ამისათვის და მადლობა ყველას, ვინც დამინახა და დააფასა ჩემი შრომა. არის უამრავი ღირსეული მეცნიერი ხელოვანი, რომელიც